დავიწყოთ ასაკის მიხედვით რაზე უნდა შევამოწმოთ ბავშვი. არ გულისხმობ იმას, რომ დაბადებისას რამდენიმე ტესტი ტარდება და ეგ ტესტები სამშობიაროშივე ტარდება, როგორც წესი, მაგას არ ჩამოთვლი ახლა. 3 წლამდე აუცილებელია აუტიზმზე ბავშვის შემოწმება, სოციალური ემოციური კომუნიკაციის უნარები რამდენად აქვს, თვალებში გიყურებს თუ არა, მეტყველების დაწყება, სოციალური ინტერაქცია რამდენად გეურთიერთება და განმეორებადი ქცევები. 4-დან 10 წლამდე რაც მნიშვნელოვანია რომ მხედველობა შევმოწმოთ ბავშვს მაგალითად ამბლიოპია, რადგან თუნდაც ამბლიოპია იგივე ზარმაცი თვალი ბავშვთა ასაკში თუ აღმოაჩენ მკურნალობას ექვემდებარება და მე ძალიან ძნელია. შესაბამისად თავიდანვე უნდა 4-5 წლის ასაკში მხედველობა სმენა რა თქმა უნდა. ჭარბიწონა, ბავშვი თუ ჭარბწონიანია აუცილებლად ჭირდება ქოლესტერინი, თუ ბავშვი ჭარბწონიანია რომ ჰიპერლიპიდემია ხო არ არის. დეპრესიის სკრინინგი ხდება 12 წლიდან. 12 წლიდან იგულისხმება რომ ბავშვი შეიძლება ქონდეს მუდმივად იყოს გაღიზიანებული, ინტერესის დაკარგვა, ძილის პრობლემები, ძალიან ბევრი ეძინოს ან ძალიან ცოტა ეძინოს და შესაბამისად შეიძლება დეპრესია განვითარდეს. 16 წლის ასაკისთვის თუ ძირითადად ადამიანები იწყებენ სქესობრივ აქტიურობას, მეტნაკლებობით გააჩნია რა თქმა უნდა, მაგიდან იწყება უკვე სქესობრივი გზით გამომდები ინფექციებზე კონტროლი, ქლამიდია, გონორეა და ინფექცია. ეხლა ვინც სქესობრივად აქტიური არის, იმას არ ეხება რა თქმა უნდა. ხო, და ვინც არის, მათ უნდა შეემოწმონ